ვინ არის პირი, რომელმაც საქართველოში დაბრუნებულ სააკაშვილს უღალატა ნიკა მელია ექს-პრეზიდენტს მისი ვინაობის გამხელისკენ მეორე განცხადებით მოუწოდებს. მელიას ბევრი რამ გავუტარეს, სულ მქონდა იმედი, რომ მისგან რამე დადგებოდა. ბოლოს მაინც აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქროაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც. ასე გამოეხმაურა სააკაშვილი მელიას მანამდე გავრცელებულ კიდევ ერთ განცხადებას. დედის მიერ 7 წლის შვილის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების თქმით, დანაშაულის ჩადენის მომენტში სახლში მოკლული ბავშვის გარდა ქალის სხვა მცირეწლოვანი შვილებიც იმყოფებოდნენ. დანაშაულში ბრალდებული ქალი სვეტლანა ახმადოვაა. გავრცელებული ინფორმაციით მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. კიდევ ერთი მსჯავრდებული მოკლული მასწავლებლის საქმეზეც რუჩვენებაში ბრალდებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა. არასრულწლოვანთა კოდექსის საფუძველზე სასჯელი 1/4 შემცირდა და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა. დიუშენის მქონე მოზარდებისთვის უკვე 1,900,000 ლარზე მეტი შეგროვდა. მიუხედავად იმისა, რომ დაიცა ვილიაუნის მარათონი უკვე 1 კვირაა შეწყვეტილია, მოქალაქეები თანხის ჩარიცხვას არ წყვეტენ. დღეს თბილისის 191 საჯარო სკოლაში მოსწავლეები სათამაშოებს ყიდნენ, თანხას კი დიუშენის ფონდში გადარიცხავენ.